საკავშირო კატეგორიის მსაჯმა მიკენის რუბენიზმა გუნდებს მოედანზე მოუხდა. არასოდეს არ ყოფილან ჩემპიონის წოდებისაგან ისე ახლოს თბილისის დინამოელები, როგორც ამას გუნდის მესამე თაობამ მიაღწია. დღეს ტაშკენტში უნდა გადაწყდეს, გახდებიან დინამოელები ჩემპიონები თუ არა. ვალენტინ ივანოვი და შოთა იამანიძე გუნდის კაპიტანი. მატჩი დაიწყო ის ტორპედოელთა უპირატესობით და პირველი ბურთი მათ გაიტანეს თბილისის თასში. თბილისელები დიდხანს ცდილობდნენ საფასუხო ბურთის გატანას და აი მოსკოველთა კართან დაინიშნა კუთხური. ურთხამს ილო დათუნაშვილი დაატრიალა ბურთი და პირდაპირ კარის ბადეში გაახურა. 1-1 ანგარიში გათანდა. მოსკოველებმა თამაში ცენტრიდან დაიწყეს. თბილისელებმა ისევ წამოიწყეს საფასუხო შეტევა, სარაევმა დაუშვა შეცდომა და მაგარსკი და ილო დათუნაშვილმა მეორე ბურთი გაიტანა მოსკოვის ტორპედოს კარის ბადეში. 2-1 წინ ქართველი ფეხბურთელები არიან. მოსკოვის ტორპედოელები საფასუხო შეტევაზე გადადიან. ისინი მარცხენა ფრთიდან უახლოვდებიან თბილისელთა საჯარიმო მოედანს, მიიწევენ კიდევ უფრო წინ. შეიძლება აქედან ჩამოაწოდან ხიდეთ, მაგრამ მცველებმა მოიგერიეს თავით ბურთი და ისევ თბილისელების შეტევაზე. მეცხრიდან ანდრეიუკი, მესხმა მოაწყო მოწინააღმდეგე დარტყმა კარში 3-1. კიდევ რამდენიმე წამი, მეტეველი უთხრავს 11 მეტრიანს, დარტყმა 4-1. ასეთია ამ მატჩის საბოლოო ანგარიში. ამ გამარჯვებამ კი თბილისის დინამოელებს სანატრელი ოქროს მედლები მოუტანა.